ბატონ ზვიად, მინდა დავიწყო თქვენთან საუბარი ამერიკას საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებზე. 20 იანვარი სწორედ ეს თარიღი მონიშნა ქართულმა ოცნებამ. თავდაპირველად ისინი საუბრობდნენ, რომ ვითარება დაალაგდება, შეიცვლება ორ ქვეყანაში ურთიერთობა, ნორმალიზდება და ასე შემდეგ. გარკვეულწილად ბოლო პერიოდის განმავლობაში, ბოლო რამდენიმე კვირა, მათ რიტორიკაში ეს ძველებური რიხი აღარ შეინიშნება. თქვენი აზრით, რატომ და რას უკავშირებთ ამას? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. დღეს არის ნათლისღების დღესასწაული და მინდა მიულოცო ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ეს ბრწყინვალე დღესასწაული და გადავიდეთ ახლა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაზე. რა ვითარებაც აქვს, კატასტროფულია უნდა გითხრათ. სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში ვიყავით ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ფაქტიურად ახლა სტრატეგიულ პარტნიორობას ვიღა დაეძებს უკვე ამერიკის შეერთებული შტატებსა და საქართველოს შორის. მე ვიტყოდი ამ ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდინარე არის ძალიან დაძაბული ვითარება, იმდენად დაძაბული, რომ დაასანქცირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თქვენ იცით აგერ ბიძინა ივანიშვილი, დაასანქცირა და მაგნიცკის სიაში შეიყვანა მაღალჩინოსნები პოლიციის. ესეთი ტიპის ნაბიჯის გადადგმა ნიშნავს, რომ არის აშკარად დაპირისპირება, სერიოზული დაპირისპირება. რაც შეეხება ხა ტრამპის ადმინისტრაცია რო იქნება მაშველი რგოლი ივანიშვილის ხელისუფლებისთვის, ეს უკვე ხელისუფლების ხარ და რეჟიმის ხარდამჭერებსაც აღარ ჯერათ, იმიტომ რომ მათი რიტორიკაც ჩვენ კარგად ვიცით, როგორ შეიცვალა. ჯერ ამბობდნენ, რომ ტრამპი როგორც იტყვის, ისე იქნება, ტრამპი დაამარცხებს იქ რაღაც deep states, მთელი ამ რამე თარიღი თუ დარჩა, რომელიც შესაძლოა იმედებოდეთ მათ? არაფერი აღარ დარჩა და ტრამპის ადმინისტრაციაზე მე გეტყვით ახლა თქვენ ძალიან მარტივია თუ გონია ვინმეს რომ ადმინისტრაციები რო იცვლება ამის მიხედვით შემდეგ რა სტრატეგიები იცვლება ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში ძალიან იშვიათად ხდება. საქართველოსთან მიმართებაში ის რასაც ბაიდენის ადმინისტრაცია ამ თვეების განმავლობაში ახორციელებდა, ყველაფერი შეთანხმებული იყო ტრამპის მომავალ ადმინისტრაციასთან. ისე გამორიცხულია სამავი და ერთსაც გეტყვით კიდე შეხედეთ ახლა მე ამერიკაში ძალიან ხშირად ყოფილ ვარ და ერთხელ მომიწია ისე რომ საშობაო პერიოდში ჩავედი 25 დეკემბრის მიდამოებში ჩავედი და 25 დეკემბერი როცა არის იქ ყველაფერი მკვდარია გაჩერებულია. არავინ არ პოლიტიკაზე არავინ არ ლაპარაკობს, ყველა ეძებს საშობაო რაღაც საჩუქრებს და რაღაც თავის ახლობს და 27 დეკემბერს დაასანქცირეს ბიძინა ივანიშვილი. ანუ იმდენად მნიშვნელოვანი რომ იქაურმა პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს რომ რა დროს საშობაო ვახშამია და რა დროს საშობაო საჩუქრებია თუ საქართველოზე ჩათვალისწინოთ ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური იყო მაშინ სწორედ 27 დეკემბერს დასანქცირება ბიძინა ივანიშვილის. ამიტომ ერთს ვიტყვი რომ არ უწერი არანაირი ტიპის პერსპექტივა ხელისუფლებას, რომელიც რეჟიმად ჩამოყალიბდა ჩვენს თვალწინ და რომლის შესახებაც წინა ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, მაგრამ რესპუბლიკელების წარმომადგენლების პირით, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ლეგიტიმაციას დღევანდელი ივანიშვილის ხელისუფლების და მოუწოდა სხვა ქვეყნებსაც ამ ადმინისტრაციამ რომ არ აღიაროთ არც თქვენ. წარმოგიდგენიათ როგორი ტიპის დაპირისპირება ამას აკეთებენ მხოლოდ ირანის და იმის რა ქვია კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ და სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ აკეთებდნენ. ასეთი განცხადებები ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკოსებისაგან მე არ მომისმენია. მიზანი რა არის ხელისუფლების ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიზანი ამ შემთხვევაში რა არის? მისი მიზანია იყოს ასეთ იზოლაციაში თუ აი როგორ უკავშირებთ მის ამქმედებებს, რას უკავშირებთ უბრალოდ? რა არის მისი, თქვათ, სამოქმედო გეგმა, სათხედავს ის გამოსავალს, ასეთ ვითარებაში ის კომფორტულად გრძნობს თავს? არც ესეთი გამოსავალი მას არ აქვს. ეხლა რამდენიც არ უნდა ამტკიცონ, რომ ჯილდოდ თვლის ის თავის სანქციებს ჯილდოდ კი არ თვლის. მე მინდა აგერ თქვენს მაყურებელს და კიდე რა ვიცი ყველას უთხრა, ვინც არჩევნების წინ ქონდა ივანიშვილს ტელეიმედზე ჯიბის ტელევიზიაზე ქონდა ინტერვიუ და ამ ინტერვიუში დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში თავის ფულებზე და ფინანსებზე ლაპარაკობდა, მოთქვამდა ფაქტიურად და ჩვენ ყველას გითხრა რომ 2 მილიარდი აქვს ჩემი მძევლად აღებულიო და სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდებაო, მე მაგათთან დალაპარაკების რესურსი არ ამაქვს. თვითონ ამბობდა ამას, მე ხო არ ვიგონებ კაცო, ამოიღეთ ეს კადრები და ნახეთ ვისაც არ ჯერათ. და ამბობდა რომ არჩევნების შემდეგო, როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთო, შემდეგ დავალაგებო ამერიკელებთან ურთიერთობას და ყველაფერი წავა ჩეულ რეჟიმშიო. დამთავრდა არჩევნები და კი არ დაალაგა. სტრატეგიული პარტნიორობა ხო შეაჩერა ამერიკამ, ხო ჯერ დაასანქცირა მაგის ყველაზე უახლოესი
ერთ-ერთი ადამიანი, ვინც არის ვახტანგ გომელაური, დაცვის უფროსი იყო მისი და წლების განმავლობაში ივანიშვილთან, ოჯახის წევრივით არის. ეს ოჯახის წევრი დღეს არის შინაგან საქმეთა მინისტრი და მაგნიცკისით დაასანქცირა. შემდეგ თავად ივანიშვილი დაასანქცირა და რამდენიც არ უნდა ამტკიცონ ახლა. თან მათივე რიტორიკა თქვენ გახსოვთ კარგად სხვა იყო. ჯერ ამბობდნენ, რომ ტრამპის როგორც იტყვის ისე იქნება, მე ამბობდნენ ახლა თლად ტრამპის იმედი კი არ უნდა გქონდეს, ცოტა ჩვენც უნდა Deep State-ი შემოიტანეს ამ დისკუსიაში. მოიტანეს, მე ახლა ბოლოს რას ამბობენ, ახლა ბოლო ტექსტები აქვთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და ყველა წამყვანი ქვეყანა არის გლობალური ომის პარტიის მძევალი და არავინ ერთი ჩვენ ვებრძვით ამ გლობალური ომის პარტიას და არ დაუმატებიათ, რომ რუსეთიც ებძვის ახლა, თორე დანარჩენი ეს იგულისხმება ყველაფერი. არის სრულ სიგიჟეში შესულები, თქვენ ამბობთ, რომ კომფორტულად გძნობსო თავს ივანიშვილი, როგორ კითხეთ ეს? და როგორ უნდა გძნობდეს ადამიანი, რომლისთვისაც მისი ფინანსები არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძალაუფლება სხვა ამაზე მნიშვნელოვანი თემები მას არ აქვს. ერთიც და მეორეც თავზე ემხობა ფაქტიურად და კარგი სვლა არ აქვს. ეხლა ახალ არჩევნებზე თქვენ გონიათ ნაფიქი არა აქვს, მაგრამ ახალი არჩევნები რო დანიშნოს ისიც იცის, რომ ახალ არჩევნებში შეიძლება კატასტროფული შედეგი დაიდო. შეიძლება ვსაუბრობთ ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, აი პროპაგანდისტული არხებიც ახსენეთ და ამ ტელევიზიებში ისმის გარკვეულწილად მათი ექსპერტების მხრიდან რომ შესაძლოა რატომაც არა ახალი არჩევნები ჩაინიშნოს თვითმმართველობის არჩევნებზე, გულისხმობს საპარლამენტო არჩევნებს. აი უშვებ თუ არა იმას რომ ამ ტიპის დათმობაზე წამოვიდეს ივანიშვილი. მე ვფიქრობ გამოსავალიც არა აქვს მას სხვა მართალია მისთვისაც ეს არ არის კარგი გამოსავალი, მაგრამ კარგი გამოსავალი მას არ აქვს. მას აქვს ცუდი და უფრო ცუდი გზები. ყველაზე უფრო ცუდი გზა არის გაჯიუტება ამ ვითარებაში, რომელშიც ახლა ის არის. ამ ვითარებაში გაჯიუტება რას გამოიწვევს? ახლა ეს დასანქცირება დაიწყო ის 27 დეკემბერს რაც დაიწყეს და მანამდე კიდე მისი მინისტრები რო დაასანქცირეს, ეს ამბები მთელი ამ ხნის განმავლობაში მოიმატებს და გასაქანი არ ექნებათ. თქვენ ახლა როდესმე გინახავთ, მე არ მინახავს, ახლა ამ ხნის კაცი ვარ, ამდენი წელიწადია პოლიტიკაში ვარ, რომ მსხვილი ბიზნესი გამოსული იყოს და უკვე ეთქვას რაღაცა თავს თუ არ უშველეთ, თუდად არის ჩვენი საქმე. ეს თქვა მსხვილმა ბიზნესმა რომ გადავთარგმნოთ გასაგებ ენაზე, რა შეხვედრებიც იყო, იმიტომ რომ ეხლა ივანიშვილი რასაც პირდებოდა, ყველაფერი გაცუდდა. ჯერ ერთი ეუბნებოდა არჩევნების მერე ჩვენ ღირსებით და მშვიდობით შევალთ ევროპაში და მე ვერც ღირსებას ვხედავ იმაში, როდესაც 400-მდე ახალგაზრდა ძვლების დამტვრევამდე ცემეს და შემდეგ წამება და არაადამიანური მოპყრობით გრძელდება ეს დაკავებები. ეს გრძელდება ესე. ამაში ღირსების ნატამალი არ არის, ამაში მშვიდობის ნატამალი არ არის და საქართველოში დღეს როგორც არასოდეს ისე არიან ადამიანები ერთმანეთთან დაპირისპირებული, მეუბნებიან არა დაპირისპირება არა მარტო იქეთ ხელისუფლება აქეთ ხალხია. არ არის ასე და მე მინდა ყველამ გაუსწოროს სიმართლეს თვალი. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომლებიც ამ პროპაგანდის მსხვერპლები არიან, რასაც ხელისუფლება ეწევა და არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ხელისუფლებას ივანიშვილს ჩაგრავენ უსამართლოდ. ასეთი ტიპის კატეგორიის ადამიანები არიან. ამიტომ მან შექმნა ისეთი ვითარება, ქვეყანა მართალია მათი რაოდენობა გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე პროტესტანტულად განწყობილი ადამიანებს, მაგრამ არის და საზოგადოებაში არის ძალიან საშინელი დაპირისპირება და ისეთი დაპირისპირებები არის, რომ ხედავთ თქვენ გამოსავალს ივანიშვილი რა შეეძებს. ხედავს ივანიშვილი, რომ ეს პროტესტი არ ჩერდება და კიდე ყველაზე უფრო სულელური გეგმით წავიდა. აქ სულელური გეგმის ნაწილი იყო, რაც მოხდა პრემიერ გიორგი გახარიაზე თავდასხმა, იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკური ოპონენტის მიმართ ფიზიკური ანგარიშწორება, წინასწარ დაგეგმილი. საბაბუაძეზე თავდასხმა. საბაბუაძეზე და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ორგანიზებული თავდასხმა და ეხლა მარტო ივანიშვილმა ჩაითრია უკვე ამ ბატონ გახარიაზე თავდასხმა, რატომ არის კიდე ძალიან შემაშფოთებელი, რომ შერატონი რომელიც არის მსოფლიო ბრენდი, არის თანამონაწილე ფაქტიურად ამ დანაშაულის, იმიტომ რომ სრულიად კანონიერად ჩვენ ვითხოვთ იმ კადრებს, რომელი კადრებიც მოხფენს ჭეშმარიტებას თუ უწყვეტი კადრები სადაც ჩანს დაპირისპირების, ვთქვათ, პირველი დრო და ასევე როგორ არ გვაძლევენ ამ კადრებს, მტკიცებულებები იქ თავის დროზე პოლიცია არ მივიდა და მტკიცებულებები გაანადგურეს. ეხლა აგერ აქტივისტები აქციებს უწყობენ შერატონს, რომ კადრი მომეცი რა რაშია საქმე მე თავს დამესხნენ და კადრი მინდა თავს რომ დამესხნენ ვის მომაწოდე და არავითარ შემთხვევაში და ესე იგი ხედავთ რა როგორი
ტიპის დანაშაულთან აქვს საქმე, ხელისუფლება ცდილობს, რომ ყველა ხა თვითონაც ხო ჩაძირულია ჭაობში არის აღმოჩენილი და ცხობით ჩაითრიოს ჭაობში და მე უბრალოდ მინდა ხა თქვენი ეთერით ვისარგებლო, ეს შერატონი ის ხო არ არის სოფლის სასტუმრო, კაცო, ან საოჯახო სასტუმრო, სოფლიო ბრენდია და თავის რეპუტაციას და ღირსებას და თავის ესე იგი რაღაცა პრესტიჟს უნდა გაუფრთხილდეს, ამიტომ მინდა უთხრა და მოუწოდო, რომ არა, ჩვენ არ მოვეშვებით ამ ჩვენთვის რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი მასალების მოთხოვნას და არავის არ ეგონოს ეს მასალები ჩვენ იმიტომ გვჭირდება რომ რაღაცა თავი გვაქვს გასამართლებელი, თავი კი არა გვაქვს გასამართლებელი. უნდა ვამხილოთ ყველა, ვინც ღებულობს ასეთ ოპერაციებში მონაწილეობას, ის რომ ზვიად ქორიძეზე მოხდა ჯერ თავდასხმა და შემდეგ იგივე ჯგუფმა გააკეთა თავდასხმა გიორგი გახარიაზე და თანაც ეს იყო ყველაფერი, მოდი ამ ზიამაღლობელიც რო არ დავტოვოთ ამ ზიამაღლობელზე და იმ დაპატიმრებულ აქტივისტებზე მხარდასაჭერად იყო ჩასული გიორგი გახარია ბათუმში და აი ყველა ამ ვითარებას ასაც ჩვენ ვხედავთ, უბრალოდ შერატონის ძალიან ცუდად გაეხვა ამ ვითარებაში ძალიან და მე მინდა მოუწოდო მათ და მოიქცნენ ისე, როგორც ეს არის სწორი საქციელი და მასალები გადმოგცენ, არაფერს იმას არ ვითხოვთ, არაკანონიერს და რაღაცა ზედმეტს არ ვითხოვთ ჩვენ ამ ბიზნესისაგან. და ბოლო კითხვა ბატონ ზვიად, რა კი არჩევნებზე ვსაუბრობდით, თქვენ მუდმივად საუბრობთ, რომ ახალი არჩევნებს ადრე თუ გვიან ბიძინა ივანიშვილი დანიშნავს, მოუწევს რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება და ასე შემდეგ. თუმცა, როგორ ემზადებით თქვენ ოპოზიციური პარტიები ამისთვის? ამის შესახებ არაერთხელ უთქვამს მაგალითად სალომე ზურაბიშვილს მეხუთე პრეზიდენტს, თქვენ ამაზე პარტიაში მუშაობთ თუ არა ახალ არჩევნებზე? არა, რა დროს ახალი არჩევნებია ჯერ. როგორ უნდა შეხვდეთ ამ ყველაფერს რაღაცნაირად მომზადებულები რო იყოთ? მე იმას გულისხმობ, რომ ჯერ არის პოლიტპატიმრების თემა, მუშაობთ ძალიან მნიშვნელოვნად იმ თემაზე, რაც არის, ესე იგი, ლეგიტიმაციის თემები ძალიან და იმას რაც შეეხება ახალი არჩევნები რა პირობებში უნდა ჩავატაროთ, ჩვენ ერთ-ერთმა პირველმა გამოვაქვეყნეთ თუ ახალი CSKO, ახალი პერსონალური დაცვის სამსახური, ახალი სუსი, ახალი თუ ეს კონსენსუსის მიხედვით არ შეიცვალა აქ კადრები და თუ ისევ ბიძინა ივანიშვილმა უნდა ჩაატაროს, შეიძლება აზრით დაკარგოს ახალმა არჩევნებმა. ამიტომ ჩვენ, როდესაც საუბრობთ ამაზე, მე ახლა უბრალოდ ერთი წუთით წარმოვიდგინე, რომ თქვენ მეკითხებოდით თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც ესე იგი გეგმიურად უნდა ჩატარდეს და თვითმმართველობის არჩევნებზე რა დროს თვითმმართველობის არჩევნებია ახალ არჩევნებთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ეს უნდა ჩატარდეს ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის და ახალი სტრუქტურების პირობებში და ასეთ შემთხვევაში გარწმუნებთ რომ ხელისუფლებას ძალიან ნაკლები აქვს შანსი რომ მან შეინარჩუნოს ხელისუფლება მაგრამ ეს არის მისთვის საუკეთესო გამოსავალი გაჯიუტება ამ შეცდომებში და ამ დანაშაულებებში რომელიც ხელისუფლებამ ჩაიდინა თლიანად ჩამოაქცევს ისე რომ არაფერი ბერკეტი არ დარჩევათ ხელში თავის მოსამართლეები ან პროკურორები ან თავის ყველაფერი აი ჯიბის ბიზნესი ან ჯიბის ტელევიზიებიანად დაინგრევიან ერთად